დღეს იქნება შაურმების ჯახი. ეს შაურმა, მაგ შაურმა, კლაბ შაურმა და MC შაურმა. ამორს თავიდან მივესით ჩანსი, იმიტომ რომ ძალიან პოპულარულია და ხალხი წერდა რომ შანსი არ არის, ცუდი იყოს და ვნახოთ. რაც მინდა თქვა ეგრევე, bez შაურმა პური არ არის ჩახვეული. ყოველ ცოტა, სოუსი ძალიან ბევრი ახაც კარგი. მე არ მომწონს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი სოუსი აქვს რა. ხორცი კაია, ბაზარია რა. ცოტა ხორცი აკლია. გემოდაოდ კაია. მოიეთ ბევრი ხალხი და ბევრი მაიონეზი გაქვთ. გამოგვიწერეთ, ხალხო, გამოგვიწერეთ აუცილებლად. მაგ შაურმა, რომელიც წინაზე ძალიან ჩახვეული იყო პური. გემოვთი კაია. არ ვიცი, წინაზე რა დაემართათ, ნახდათ, არ ვიცი. მაგრამ ეხა ჩახვეული არ არის, ხო? ძალიან ბევრი ხალხს უშვებით, ხალხო, ძალიან ზედმეტია. ზედმეტია. ამას ადეკვატური ხორცი აქვს, როგორც წინაზე ქონა. ძალიან მშრალია. გახოხული არ არის საკმარისადია. აი, ყურე, რამდენი ხახვია? ეს უხახვია. სუხახვი არის კი. სუხახვი არის. მე ამას უკან მივბრუნებდი, იქ როგორ ვაფრიყავ რა, მაშ გამოაცვევდი და ხახვის ჭამა არავის არ უძრდება. ხო. ეს არის კლაბ შაურმა. კლაბ შაურმა, ხო. სხვათა შორის წინაზე იყო ბედური ძალიან რა და ეხა უყურეთ ყველაზე ლამაზი თუ არ არის ეხა ეს. ძალიან გადატენილი არ არის. აი ესეთი ლამაზი შაურმა არ მინახავს. მედია გემრიელი ხარ. ჩახვეული არ არის? არა. ვაფშე არ არის. პური არის ყველაზე ადეკვატურ მდგომარეობაში, ხრაშუნობს ხალხო. ანუ თან გამოვიძახეთ რეალურად და მოვიდა და ხრაშუნობს. ამჯერად არ აქვს დამწვარი ხორცი. შრალი არ არის და კარგად არის მოჭრილი. გიგონდა? კი. და კლაბ შაურმაში დაუმატებიათ თურმე ყველის соуსი. აი ესეთებში არის მოკლედ ყველის соуსი. უფრო დიჩი რო იყოს უკეთესი იქნება, რომ ჩააწო რა. ხო, ისე გააკეთეთ, რომ ჩააწო, მაგრამ სხვა შაურმებს საერთოდ არ აქვს და ყველა საშაურმეს გეუბნებით, რომ დაამატეთ ყველის соуსი არის. ეს. რა, ყველის соуსი ვაფშე სხვა. ახლა ყველის соуსით ამორს ეგრევე მერჩევნი. მაგას გემრიელია თქვა. შემდეგი და ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო. ეს არის ხალხო, ანუ შაურმა გაკეთებული, დაჭრილი, შამფური აქვს თლიანად და ესე გაყრილი, აი როგორც ხედავთ. და იწובה ნაკვაშხალზე სავარაუდოდ რა. ცოტა სხვანაირი გემოაქვს, უცნაური გემოაქვს. წვადის გემოაქვს. ხო, აი ცოტა წვადის გემოგაკრავს მოგესწრაფ. აი ეს არომატი აქვს რა მართლა. ხორცის რაღაც სხვანაირია. ამღამე? გემრიელია. გემრიელია, მას ჯერ შევთ მართლა. კლაბ შაურმა სწავლ ძალიან მაგარი ყველის соуსი. ეს ვერ მომიწონა ყველაზე მეტად. ამ შემთხვევაში მარლა კლაბ შაურმა არის კაი და MC შაურმა რა.